ნებების ჭუჭრუტანაში. ლაპატნიკ სანჩესის რომანის მიხედვით. კომპოზიტორი ნუნუ ბეთენკორტი. ბებიაშენის სიკვდილის შემდეგ როგორც იქნა დავისვენეთ. ჩემო ცხოვრება. მართალი ხარ, ჩემო ანგელოზო. ჩემო ერთადერთო. ჩემო ღვთაება. ჩემო ოქრო. ჩემო მეო. როსიტა. დედა. მოკლედ დროს ყველა არ კარგავთ. უსაურა. კარგი, წუხელ სად იყავი ქალბატონო? ღამეს სახლში რატო არ გაათიე? წუხელ ხორხესთან დავრჩი დედა. გუშინ წინ სერხიოს წვეულება ჰქონდა და იქ დავრჩი. კარგი, იმის წინ სადღა იყავი? იმის წინ გვადალუპეს ძმის დაბადების დღე იყო და შემდეგ მასთან დავრჩი. შენ გინაცვალოს დედა. რუსაურა ყველაფერში მე მგავხარ საყვარელო. ძალიან კარგია. ალფრედო? მამა. ალფრედოს მოვიდა. ჩემი ლამაზი მეუღლე. როგორ ხარ საყვარელო? ლამაზი შვილი. სიძე ბატონო გახლავართ. გამდებით. კარგად, თავად როგორ გიკითხოთ? არა მიშავს. სასიხარულო ინფორმაცია მაქვს ჩემო ოჯახის წევრებო თქვენთვის. მართლა ალფრედო? დიახ. აბა ვინ მიხვდება დღეს ჩვენთან ვინ მოდის თუნდაც? მე მგონი ხვდები ალფრედო, მაგრამ ჯობია რომ შენ გვამცნო ეს ახალი ამბავი. დღეს ნოტარიუსი მოდის ჩვენთან. ძალიან კარგი. სასიხარულო ქონების გადანაწილება უნდა გავარკვიოთ დღეს. ალფრედო, მე მგონი ეს ამბავი უნდა აღნიშნოთ ყველამ. სასმელი სად არის? პანჩიტა! მოკლედ სად დადის ეს ქალბატონი ან ამ სასმელს რას ეშრება? პანჩიტა! შენი არჩეული მოახლე ეგ არის. პანჩიტა! არის ის რა. პანჩიტა! სინიორ, რა? კონსტანტო პერეს პრა! რა, სასმელი მოიტანე. უნდა აღნიშნოთ დღეს ისეთი დღე არის რომ სასმელი თავლაში დაგვრჩა, ეხლავე მოვიდა. თავლაში დარჩა? პანჩიტას? სანამ პანჩიტა მოიტანჯობია მე წავიდე და მოვიტანო. ჯოანას სიკვდილის შემდეგ ალფრედო ძალიან სხვანაირად იქცევა. თითქოს რაღაცას მალავს. წავალ მოვემზადები. ნოტარიუსიც მალე მოვა. გავიდა. აქაც არავინ არ არის. სერხიო? როსაურა. როგორც იქნა მარტონი დავრჩი. კი, როსაურა. მოდი! პანჩიტა. ხო რა მიგიყურებს? შენ რეებს ლაპარაკობ. სიტყვებსო ცოტა ჭკუაც დააყოლო, ხო შეიძლება? კინაღამ ნუ მივხვდა ლუსია ყველაფერს, მაგრამ ისიც შენაირი ცალტვინაა. მე რაფერს ხვდება? შემოუტვინო გოგო, მოდი ჩემთან. არა. სინიორ, არა. არა. მოდი პანჩიტა. სინიორ, რაღაც უნდა გითხრა. რა უნდა მითხრა? რა დროს ლაპარაკია? სინიორ, არა. თქვენგან ფეხძიმედ ვარ. კარგი პანჩიტა, სულ რაღაც 1-2 არ მჯერა მაგით. არა, მართლა სინიორ. რა მართლა სინიორ, როგორ დამემტკიცებ ამას? ეკოსკოპიაზეც ვიყავი და ბავშვის ფოტო წამოვიღე. კარგი რა სისულელებს ლაპარაკო პანჩიტა გამეცინებ ხა. კარგი რა პანჩიტა რა. აი სინიორ. რა სისულელია პანჩიტა, მე ამ ფოტოების არ მჯერა, ტყუილი იქნება. მართალია სინიორ, ფეხძიმედ ვარ. არ მაინტერესებს ფეხძიმედს კარტოლა. არა. მოდი შევდო. არა სინიორ. არა სინიორ. თავი დამანებეთ. აუ! სინიორ! ფაკუნდო? ლევინას ხომ არ ვაუპატიურებდით წეგან სინიორ? არა! არა, თქვენ აუპატიურებდით რა სინიორ, მე ხომ არ ვაუპატიურებდით რა სინიორ რა. ფაკუნდო აქ რა ჯანდაბა გინდა მითხარი? ხო რა ვიფიქრე რა სინიორ, მე თვალსწყალს დავალევინებ თქო და რა შემოვიარე რა. პანჩიტა ამას უყური ერთი რა დღეშია. რეებს მიბედავს. ფაკუნდო!
ცეცხლზე თამაშები ფაკუნდო იცოდე. მე რა სინიორ რა ეხა ვითომ რა ალო. ფაკუნდო ცეცხლს ნუ ეთამაშები მეთქი ფაკუნდო ნუ ეთამაშები ცეცხლს. რატო რა გამეჩავი ფსავ სინიორ? მოსამსახურე რომ ამას გაგიბედავს. შენ აძირალა, შენ მე ვინმე. სინიორ ხელი სინიორ. შენ მე ვინმე. სინიორ ხელი. სინიორ. ალფრედიტო როგორ არ აქვს ხვენია? ჯერმე დამაფეხმძიმე და გამაუბედური ალფრედო. მერე საწყალი გოგო დააფეხმძიმე და გააუბედურე. და ახლა ფაკუნდოსაც აღარინდობ? ალფრედო! უხარ ალფრედო! მე ზიზღები ნაზირავა ხარ ალფრედო! ლუსია ეს ის არ არის რასაც შენ ფიქრობ? ლუსი მომშორდი ერთ. ეს ის არ არის ლუსია რასაც შენ ფიქრობ? ლუსია! აგიხსნი ყველაფერს ლუსია! ყველა კაცი ერთნაირია. ალფრედო, როგორ მეზიხება? ზულხარ ალფრედიტო. ეგ მამაშენს უნდა კითხო რა მოხდა. ყველაფერს აგიხსნით. მამა რა ხდება? ყველაფერს აგიხსნით. ეს ის არის რასაც თქვენ ფიქრობთ. ყველაფერს აგიხსნით. ალფრედო ზულხარ. ყველაფერს აგიხსნით. დედა ამიხსენი რა ხდება? მე თვითონ აგიხსნით. პანჩიტა შედი კუხნაში. არ ვარ იმნაერი სინიორ. პანჩიტა შედი კუხნაში რომ არ გაუგები. ვარ იმნაერი სინიორ. პანჩიტა შედი კუხნაში. არ ვარ იმნაერი სინიორ. რაღა იმნაერი არა ხარ 500-ანი წახი უკვე შედი კუხნაში. პანჩიტა ახლა შედი კუხნაში. ხამხედი მოახლე. ყველაფერს აგიხსნით, არ ინერვილო, შვილო. კარებზე რა ხდება მამა ამიხსენი? აგიხსნით. ეხლა ვიაგიხსნით. უღელა. ნოტარიუსის მოგზავნდა. გამარჯობა. ძირფასო მემკვიდრეებო. მზად ხართ ქონების გასაყოფად? რა თქმა უნდა, სენიორ. როსაურა ძალიან მნიშვნელოვანი რამე ხდება საყვარელო. მაშინ პირველ რიგში სენიორა ჯოანა სანდერძი უნდა მომცეთ. დედა ჩემი სანდერძი სადღაც. მე მგონი ვიცი სადაც ჰქონდა დამა. დედა მეც მახსოვს, აქ უნდა იყოს სადღაც. მე მგონი დივნის ქვეშ მალავდა. სად არის? კი, მაგრამ აქ არ არის. ალბათ სურათის უკან. აი ვიპოვე მე მგონი. ეს უნდა იყოს, აბა ნახეთ. ეს დროზე. ეს სანდერძი არ არის. იდიოტო, შენ რა იცი? აქ სულ სხვა რაღაც წერია უკანა მხარეს. ეს რას უნდა ნიშნავდეს? ეს ხროტინს ნიშნავს, სიკვდილის წინ ეთყობა ხროტინებდა. კი, ხროტინი უყარდა. ალფრედო, ხროტინი უყარდა. ანუ რა გამოდის? რომ ანდერძი თუ ვერ ვიპოვეთ, ვერც ქონებას ვერ გავიყოთ? ღმერთო ჩემო, რა გავაკეთოთ ალფრედო, რამე მოიმოქმედეს სასწრაფოდ? რა მოვიმოქმედო? მე ვიცი რაც უნდა ვქნათ. რებეკა? ამ ქონებას კანონიერი მემკვიდრე ჰყავს. და ეს ჩემი და ალფრედოს შვილი სერხიო საველია. რებეკა? რებეკა, სერხიო ალფრედოს ნამდვილი შვილი არ არის. ეს ჯოანამაც დაადასტურა სიკვდილის წინ. ჯოანამ რა იბჟუტურა მე არ მაინტერესებს. ალფრედოს შვილია სერხიო. რებეკა, კიდევ ერთხელ გიმეორებ, რომ სერხიო ალფრედოს შვილი არ არის. აბა ვისი შვილია? წეროებმა მომიყვანეს? დიახაც, წეროებმა მოგიყვანეს. აჰა. ესე იგი, წეროები. მიფრინავენ. დედა! შორს, რებეკა! დედა! რამდენი? 2 1 რებეკა, თავი გააჩერე თავს, ნუ აქ იცინებ. მე შენ ამას არ გაპატირებ, სერხიო.
ერთი წუთით. რებეკა. ერთი წუთით. სულ ხარ ნაძია. დამშვიდით. მე მინდა ერთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია გითხრათ. დამშვიდით. აი ეს არის სენიორა ჯუანას გარდაცვლილი მეუღლის სენიორ ჩავარეს ანდერძი. აი აქ ყველაფერი წერია. მზად ხართ? დროზე წაიკითხე იდიოტო. აშასე ის მემკვიდრეობის 15%-ს უტოვებს როსაურას. როსაურა, ხომ იცი როგორ მიყვარხარ? მემკვიდრეობის 13%-ის მფლობელი იქნება ლუსია. ლუსია რომელია? ლუსია, მომშორდი. ხომ იცი როგორ მიყვარხარ? ქონების 9%-ს დაეპატრონება ალფრედო, მეგობარო გილოცავ. ალფრედო! ხომ იცი როგორ მიყვარხარ, როგორც მამად? ხოლო ქონების დანარჩენი ნაწილი გადაეცეს ჩემს ერთგულ მეგობარს ლაბრადორე ბაქსის. როგორ? მე არაფერი დამიტოვა? ხოლო ქონების დანარჩენი ნაწილი გადაეცეს ჩემს ერთგულ მეგობარს ლაბრადორე ბაქსის. როგორ? მე არაფერი დამიტოვა? ბაქსი! ჩემო სიყვარულო! მოდი ჩემთან! გილოცავ ბაქსი! ბაქსი! როგორ? სერხიოს არაფერი არ დაუტოვეს? აქ არაფერი წერია. ეს ალბიანდერძია და ეს თვითმარქვია. თელი ქონება სერხიოსია. მე დიპლომი დაგაიგე. სერხიოსია გეუბნები. პანჩიტა? ტყუილა დაობთ. როგორ თუ ტყუილად ვდაობთ? ერთადერთი კანონიერი მემკვიდრე ჩემი შვილია. ალფრედოსგან ვარ ფეხძიმედ. ეს ბავშვი არ გაჩნდება. ბავშვი არ უნდა გაჩნდეს. დედა? დედის დედა? კი მაგრამ დედა შენ ხომ ჩემ თვალწინ ტყვია მოკვდა და იქვე მოკვდი დედა ეს როგორ დედა რატო ალფრედო შენ ალბათ დაგავიწყდა რომ მე მთელი ცხოვრება რკინის ლიფს ვატარებდი ახლა კი მომისმინეთ თქვენ ყველანი გაიძვერები აღმოჩნდით ამ ქონებიდან ვერავინ ვერაფერს ვერ მიიღებს და მე როგორც ამ ქონების კანონიერი მფლობელი ჯოანა კესარიტარიანი თელ ქონებას ვუტოვებ ვის დედა ფაკუნდო ღაბაბოს ფაკუნდო ღაბაბოს დედა რატომ დედა რისთვის დედა რისთვის გამწირე რატომ დედა რატომ იმიტომ რომ მე და ფაკუნდოს უკვე 20 წელია ერთმანეთი გვიყვარს
იმიტომ რომ მე და ფაკუნდოს უკვე 20 წელია ერთმანეთი გვიყვარს. დედო! Ას 57 სერიის დასასრული. შემდეგ სერიაში ნახავთ. რებეკა პანჩიტამ ბავშვი არ უნდა გააჩინოს. მუცელი უნდა მოეშალოს. კი, მაგრამ ეს ისე უნდა მოხდეს, რომ ვერავინ ვერაფერი გაიგოს. ვერც ჩვენ და ვერც პანჩიტამ. კი, მაგრამ ეს ვინ უნდა გააკეთოს, რებეკა? მე ეს უკვე მოვაგვარე. სერხიო დაგვეხმარება. სერხიო? სერხიო. რებეკა. სერხიო. სერხიო. მართლა შენ გააკეთებ ამას?